დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 26 ივნისია, პარასკევი, ეთერში ერთსულოვნების დილა, სოფია კუჭავასთან ერთად. Ყველას მშვიდობიან და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, თუ იქნებიან ჩვენი სტუდიის სტუმრები და რაზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, ამას ანონსის სახით ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ახლა კი ვნახოთ საეკლესიო კალენდარი და ერთად შევიტყოთ თუ რომელ წმინდანებს იხსენიებს დღეს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. 26 ივნისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მღვდელმოწამე ანთიმოზივერიელს, წმინდა მოწამე აკვილინეს, წმინდა ტრიფილეს, სკვიფრელ ეპისკოპოსს, წმინდა ქალწულმოწამე ანტონინას, ღირ ზანას და მის ძეს იოანეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. ყველას გილოცავთ დღევანდელი წმინდანების ხსენებას, მათი შემწეობა, ლოცვა და მფარველობა არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს. რაც შეეხება ჩვენს გადაცემას, ვინაიდან დღეს პარასკევია, მოგხსენებათ, რომ ყოველ პარასკევს მოძღვარი განმარტავს და განიხილავს სახარების ამა თუ იმ თავს, ასე რომ ამ თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდება ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი. რაც შეეხება გადაცემის მეორე ნაწილს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის არქიტექტურის მიმართულებაზე ვისაუბრებთ. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვიერთდებიან სტუმრები, არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და მოწვეული პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქავტონი ქეთევან აბაშიძე. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მადლიერების კედელი გაიხსნა, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა და ერის 100-ზე მეტი წარმომადგენლის შესახებ ცნობები შეგროვდა. იმ მოღვაწეების, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის, ხელოვნებისა და მეცნიერების ცალკეული დარგის განვითარებაში, სწორედ მათ ეძღვნებათ და ღონისძიებას ჩვენი გადამღები ჯგუფი ესწრებოდა, რა თქმა უნდა, და გადაცემის დასკვნით ნაწილში ერთად ვნახავთ მომზადებულ სიუჟეტს. ასეთი გახლავთ დღევანდელი გადაცემა. დარჩით ჩვენთან ერთად, ახლა კი ერთად შევიტყოთ, როგორი ამინდი გველოდება დღეს თბილისსა და მთელ საქართველოში.
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში მოძღვართან ერთად შემოგვერთდა ვარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი. დილამშვიდობის მამა დავით დაგლოცთ. დილამშვიდობის ჩვენი გეწერეთ. გმადლობთ რომ მიღებთ მონაწილეობას ჩვენს გადაცემაში. ჩვენმა მაყურებელმა კარგად იცის და კარგად მოიხსენება რომ ყოველ პარასკევს ჩვენ მიმოვიხილავთ სახარების ამა თუ იმ თავს შევახსენებთ თუ რას მოისმენს, რას წაიკითხავს და რას გაუზიარებს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კვირას წირვაზე მის უმრევლს. სანამ უშუალოდ ვისაუბრებდეთ თუ რომელი თავი წაიკითხება და რას მოიცავს შინაარსობრივად მანამდე მინდა რომ ორი სიტყვით თქვათ წმინდა ანთიმოზ ივერიელზე მღვდელმოწამეზე გილოცავთ მის ხსენების დღეს. თუ ვინ იყო და რა ღვაწლი აქვს მას? არა მხოლოდ ქართველებისთვის არის იგი მნიშვნელოვანი, არამედ რუმინელებისთვისაც როგორც სულიერი თვალსაზრისით, ასევე კულტურული კუთხით. და ორი სიტყვით თუ არის საშუალება რომ თქვათ მის შესახებ. კეთილი. მოგესალმებით თქვენ, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. დღევანდელ დღეს მთელ მართლმადიდებელ სამყაროს მიულოცავ განსაკუთრებით ჩვენ ერს და ჩვენ მეგობარ რუმინელ ერს. ანთიმოზ ივერიელის ცხოვრება არის მაგალითი იმისა, რომ ადამიანს ყველგან შეუძლია იპოვოს ღმერთი და ყველგან ღმერთით იცხოვროთ, როგორც პავლე მოციქული ბრძანის. სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ თუ რასაც იქმოდეთ. ამიტომ ჩვენ ყველგან და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყველგან უნდა გამოვიყენოთ მდგომარეობა ცხონებისათვის. ეს არის ქრისტიანის უპირველესი დანიშნულება, ვალდებულება და მოვალეობა. ეს მე-17 საუკუნის შუა წლები, როდესაც არაერთი საუკუნე საქართველოში აუბედოთ ჟამი არის და ანდრია, რომელიც ცხოვრობს სამცხე ჯავახეთში, საქართველოს საზღვრისპირა სოფელში დაიბადა, სოფელ უდეში და 24 წლის ასაკში ეს წერს ისტორიკოსი მისი, სადღაც ფაქტობრივად სიჭაბუკის ასაკში იქნა გატაცებული საქართველოს და როგორც საუკუნეების განმავლობაში უამრავი ყრმა, მოზარდი, ახალგაზრდა ჭაბუკი ესე გააყავდათ საქართველოსთან და ამ შემთხვევაში მონათა ბაზარზე გაიყიდა სტამბულში. მაგრამ ნახეთ ღვთისგანგება როგორ აღესრულება ამ შემთხვევაში ანდრიაზე, რომელიც საქართველოში იდგავდა ფეს ღვთისიყვარულისა და კაცმოყვარებისა და ასევე სამშობლოს სიყვარულისა. ღვთისმოყვარული არ არის მარტო ლოცვების კითხვა. ღვთისმოყვარული არ არის მარტო თურმე მონათლა, არამედ როგორც პავლე მოციქული ბრძანებს საქმე მაშინ მან გამოგაჩინო შენ. როგორია ფსიქოლოგიურად ადამიანი 25 წლის ასაკში მოგტაცონ საკუთარ სოფელს, კუთხეს, ქვეყანას, ერს, მშობლებს, ნათესავებს და როგორი გულგატეხილი და დაღონებული უნდა იყო. ან საერთოდ როგორ უნდა მოხვიდე იმის განწყობაზე, რომ ისევ ფეხზე დადგეს სულიერად და მტკიცედ. მაგრამ ნახეთ, იერუსალიმის პატრიარქიო დოსითეოზიო შეიძენსო მას სტამბულის ბაზარზე და წაიყვანს მასთან. და მრავალი 10 წლის განმავლობაში 20 წელზე მეტი მასთან ერთად მოღვაწეობდა და ძალიან მოკლედ შევეხები, რომ რა დაისახა წმინდა ანთიმოზმა, რომელსაც ანთიმოზი ეწოდა უკვე ერისკაცობიდან ანდრიაში და კურთხევისას ანთიმოზი, დაისახა მიზნად, რომ ემსახუროს პირველ რიგში საკუთარ სულს ცხონებისათვის და საკუთარი სულის ცხონება მან განმარტებობით კი არა, ამეთ საქმედ გამოაჩინა, მოღვაწეობით და ემსახურა დედა ეკლესიას. ჭეშმარიტ ღმერთს ემსახურა, მაგრამ ემსახურა სხვა ქვეყანაში, სხვა სახელმწიფოში. და პირველი, რაც ის ესე რომ ვთქვათ, მისი მოღვაწეობაში ყველაზე მთავარი არის ხაზგასასმელი, ეს არის სწავლება. მან მიიღო როგორც ესე რომ ვთქვათ, საზოგადოებრივი სწავლა, ასევე სულიერი განსწავლობა, ანუ განათლება და დაარსა სტამბა. აი რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანისთვის, რომ შემეცნებას მოკიდოს ხელი. ჯერ საერო შემეცნებას როგორც მინიმუმ და საჭიროა და აუცილებელი და შემდგომ აუცილებლად სულიერ განათლებას. როგორც სული და სხეული ერთად არის სიცოცხლე და ცალკე არც ერთი ამ სამყაროში. და შემდგომ ამისა მან თარგმნა ძველ ბერძნულიდან ახალ ბერძნულად წმინდა წერილი, ასევე თარგმნა რუმინელთათვის ყველაზე მთავარი საღვთისმსახურო წიგნები რუმინულ ენაზე და დაუფასა ეს როგორც უფალმა, ასევე თვითონ რუმინელმა ხალხმა. და ნახეთ, როდესაც მან სტამბა დაარსაო, რამოდენიმე წლის მერე გადაიყვანეს სხვა ოლქში, ანუ სხვა კუთხეში, სხვა ეპარქიაში. იქაც პირველი რაც აკეთებს, სტამბას აარსებს. გადის რამოდენიმე 10 წელი ისევ სხვა ეპარქიაში გადაყავდა, იქაც სტამბას აარსებს. ნახეთ,
ის უდიდესი არამედ სულიერი მოღვაწე იყო, არამედ მეცნიერი, ანუ განსწავლული ადამიანი, მრავალი ენის მცოდნე, ესე რომ ვთქვათ, მაგალითი იმისა, რომ აი რაც შეგიძლია უნდა გამოავლინო. რამე თუ ეს მადლიდან ეჭი, რომელზეც ნათქვამი არ სახარებაში უსაწყლოდ მიგიღებიეს და უსაწყლოდ გასცემდით. და დაუფასა ეს რუმინელმა ხალხმა მას, რუმინეთის ეკლესიამ დაუფასა და არ დაუკარგა უფალმან. და ნათელი ბნელსა შინა ჩანს. აი თითქოს იმ გაჭირებულ დროს, როდესაც ყავდა მას ერს ქვეყანას პატრიარქი, მაგრამ ის ქვეყანას დააჯილდოვა უფალმან სხვა ქვეყნად, როგორც ჩვენთვის იყო ანდრია საქართველოსთვის, ეს ანდრია, ქართველი ანდრია, როგორც ანთიმოზი გახდა რუმინელთათვის. ძალიან ესეთი ესე რომ ვთქვათ, სამაგალითო და მისაბაძი პიროვნება და შემდგომ წმინდა. სამართლიანობისადმი დამოკიდებულებაც გამოსარჩევია, ასე ვთქვათ, და ეს შეუპოვარი ხასიათი. პირველად ეძიებდა სასופველო საღვთის და სიმართლესა მისა. უმართებულოდ და უსამართლოდ ადამიანი დედამიწაზე ვერ დაიკვირდეს კანონიკურ სამართალს და არამც თუ საღვთო ზეციურ სამართალს მიიღებს. მაგრამ იქაც ბოლოს მისული საცხონებლად კიდე გვირგვინად იქაც არ მოასვენეს და ისევ ავსტრია-თურქეთის ომის დროს როგორც მან ცალსახად დაიჭირა სიმართლის მხარე, ისევ შეპყრობილი იქნა თურქთაგან და განწესებული იქნა წმინდა ეკატერინეს მონასტრის შინას მთაზე, რომელიც მას იმ უბედური შემთხვევის გამო ადამიანთაგან ტანჯვისგან არ დასცალდა, რომ იქ ჩაეღწია და იქ მოღვაწეობა გაეგზელებინა და ვიცით მისი ცხოვრების აღსასრული. და გამოყოფ კიდევ ერთხელ ჩვენი ორი ერის ისტორიულ მნიშვნელობას, როდესაც საქართველოს 91 წელს 9 აპრილს დამოუკიდებლობა მივიღეთ საქართველოს სახელმწიფოებრიოდ გამოცხადდა. პირველი იყო რუმინეთის სახელმწიფო, ვინც რამოდენიმე თვეში აგვისტოს თვეში იყო, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. და ეს ორ ერს შორის გახდა ხიდი და ურთიერთობა იმისათვის, რომ ადამიანი უნდა უყვარდეს და პატივცემდეს მას. და მით უმეტეს, როდესაც ორივე ერი ემსახურება ერთ გზას, რომელიც მიდის უფალთან და გვიზღოდეს წინ წმინდა ანთიმოზი ვერიელი ჩვენ ორ ერს და ყველას, ვინც მას აღიარებს და ისთვის წმინდანი არის და მებრძოლს მას. დიდი მადლობა. მამდავით, რაც შეეხება უშუალოდ სახარებას, თუ რომელ თავს მოისმენს სახარების რომელ თავს კვირას წირვაზე მისული მრევლი. კეთილი. და შემდგომ უკვე განმარტოთ. კეთილი. კვირას დედა ეკლესიაში მართლმადიდებლურ სამყაროში იქადაგება მათე მახარებლის სახარება, განვიხილავთ მერვე თავის მეხუთე მე-13 მუხლებს და სადაც აღწერილია და მოთხრობილია მაცხოვრის საზოგადო მსახურების აღსრულებული უამრავ სასწაულთაგან, სწავლა-მოძღვრებასთან და ასევე საჩვენებლად მაგალითი მარტო კი არ ქადაგებდა მაცხოვარი, არამედ აჩვენებდა ადამიანებს, როგორ უნდა ებრძოლოს სოდვას და როგორ უნდა უყვარდეს ადამიანს ადამიანი, როგორ უნდა ემსახურებოდეს ადამიანი ადამიანს. ამ შემთხვევაში მოცეული გვაქვს, როდესაც კაპერნაუმში მიბრძანდება მაცხოვარი და ესე წერია სახარებაში, წმინდა წერილში, რომ მოუხტავო მას ვინმე ერთი ასის თავიო და ებედრებოდა და ეტყოდა მას, რომ უფალო მონაი ჩემი სახლსა შინა დაცემულა არსო და ფრიად იგვემების. ეხლა ვინ არის ასისთავი და ვინ არის საერთოდ რომაელი და ვინები არიან რომაელები იმ დროის იუდეველთათვის. როგორც დამკრობელი ერი ამ შემთხვევაში მოძულე იუდეველთათვის, რადგანაც მაინც ესე რომ ვთქვათ არ არის სასურველი სხვა ქვეყნის დამკრობელი შემოდის შენ ქვეყანაში და მისი მართლობით ამყარებს წესრიგს, თუმცა ნახეთ ნებისმიერი ადამიანი ამ სამყაროში ღვთის ხადად არის შექმნილი და შეიძლება სახელმწიფოს მეთაურის კონდეს ეს მიდრეკილება დამკრობლობისა, მაგრამ ამ ერში იყვნენ ისეთი უამრავი ადამიანები, როგორიც არის ამ შემთხვევაში ეს ასისთავი. ასისთავი არის ერთ-ერთი მაღალი წოდება. ასისთავ შეეძლო მხოლოდ ბრძანება გაესა და მაცხოვარი მასთან მieყვანეთ. ან თუნდაც თხოვნით შეეთვალა მისთვის, რომ მასთან მოსულიყო. მაგრამ რას გვასწავლის ასისთავი? ასისთავი, რომელიც სხვა ღმერთის, უსხო ღმერთებით აყვარიმცემელია, თუნდაც წარმართი, მაგრამ მის სულში არის კასტმოყვარება, ზრუნველობა, თავდაბლობა და უბრალოება. როგორი მამხილებელია ეხლა ეს ჩვენთვის, თუნდაც მართლმადიდებლებისთვის. ჩვენ თუ აი ამ გზაზე ქრისტეთი მივდივართ, ვართ კი იმ სათნოებებში ასისთავის მსგავსნი. თუ მარტო ის გვეყოფა, რომ მე მონათრული ვარ და ის მოუნათლავია. ეს არის ძალიან ხაზგასაცმელად დასაფიქრებელი. და მასთან მიდის და ნახეთ და ევედრება მას. კი არ თხოვს
ნახეთ, თხოვნითი ფორმა, როცა ადამიანი თხოვნით მიმართავს, მაგრამ თხოვნის გაორმაგებას, მრჩევლს ძალიან რო გინდა, უკვე გადადიხარ ვედრებაში. და ევედრება მას. საინტერესოა, რა ჭირს ამ ასისტავს ასეთი რომ მაცხოვართან მივიდა თავი დაიმდაბლა და ევედრება რაღაც პიროვნული პრობლემა გან მის ოჯახში. საერთოდაც არა. ერთ-ერთი მონა არის უძრულებაში. ისეთ უძრულებაში რომ მოწყვეტილი ადამიანი, დავრდომელია, ანუ ესე რომ ვთქვათ, დაცემულია, დამბლადაცემულია და ფრიად იგვემების, ანუ ძალიან ძლიერი ტკივილები აწუხებს წუხელთან ერთად. სხვისთვის ევედრება. აი ქრისტიანული კაცთმოყვარება. სხვათათვის ღვაწლი. როგორც მაცხოვარი ჯვარცმისას გევედრები მამას როგორ მიმართავს, აპატიე რამე თუ არ აიციანაცა იქ მისთვის ევედრება. და ეს დამაფიქრებელია. და თხოვს მაცხოვარს ევედრება რომ ის განკურნოს. ამის მნელი მაცხოვარი პირდაპირ თანხმობაზე მოდის ეუბნება მე მოვალ, მივიდე და განკურნო იგი. ლოგიკურად ისმის შეკითხვა რომ ადამიანი მატერიაში რომელიცაც ჭირს, უნდა მივიდეს და განკურნოს, უექიმოს, უწამლოს. მაგრამ ნახეთ, რას პასუხობს ასისთავი, რომ მე არა ვარო იმისი ღირსი, რომ ჩემ სახლში შემოხვიდე. მეცო კაცი ვარო თანამდებობის პირი, თითქოს მაცხოვარმა ეს არ უცოდა, მაგრამ ხალხთა გასაგონად, რომ მეც ყავსო ჩემი მორჩილები, რომელსაც უბრძანებო ქმნენ ესე და ქმნის, მოვიდეს, წარვიდეს და ასე შემდგომ. მაგრამ პიროვნულად მე არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემთან მოხვიდე. არა და როგორი დიდება და პატივი იყო ასისთავისთვის ესეთი ადამიანის სახში მობრძანება და მოსვლა. როგორც პიროვნულად რო ვთქვათ, თუ ვინმე ცნობილი ადამიანი და სახში გესტუმრება, როგორი სასიხარულოა. რაც არ უნდა თანამდებობის პირი იყო, უფრო დიდი პატივია, მაგრამ სახში მოსვლას არ თხოვს. არამედ სიტყვით ხოლოს თქვ. სიმდაბლის სიმაღლე ხო გვაჩვენა ასისთავმა, როგორ დაიმდაბლა თავი და როგორი უბრალო ყოფილა. უმთავრესი სათნოება სულიერ ცხოვრებაში, უბრალოება და თავდაბლობა. და ეხლა გვაჩვენებს რწმენის სიმაღლეს. სიტყვა ხოლოს თქვიო. როგორ შეკითხვა ისმის, თუ ადამიანი უძრულებაშია, მას მინიმუმ მატერიალური წამალი სჭირდება, ეს ბალახეული იქნება მე. თა რომელსა პირველ საუკუნეში, როდესაც არ იყო ეს მედიცინა ესე განვითარებული და მცენარეულობით კურნავდნენ. მაგრამ ნახეთ, განკაცებული ღმერთი, რომელმაც იმ მცენარეს მიანიჭა განკურნების საშუალება, ეს ჯერადაც წამს ამ ასისტავს, რომ მის სიტყვას იგივე ძალა და მადლი აქვს, რომ მას არ ჭირდება იქ მისვლა, კი შეიძლება ის უღირსად გზნობს თავს, ესე რომ ვთქვა და ამას განიცდის, მაგრამ ექიმი ხო აუცილებლად უნდა მივიდეს, არა. არის ამბობს ეს მე ესე მჯერა და მე ესე მწამს, მხოლოდ თქვი, ამისთვის მოვედი იქიდან. ხომ შემოეთვალა უფალო, აი ჩემი ერთ-ერთი მონა ცუდად არის და ხო, იქ თქვი და განიკურნება, მაგრამ არა, მან ღვაწლი. ნახე, თვიავისი მოშურნეობა თავისი სულიერი გაზრდისთვის გამოხატა იმით, რომ მან ღვაწლი გასწია რაღაც პერიოდი, რაღაც მანძილი, რაღაც დრო დათმო იმისათვის, ანუ ეს საქმე გამოავლინა, თავისი სარწმუნოება მან საქმედ გამოავლინა და აჩვენა მაცხოვარს. თავი დაემდაბლა, ეწვია თავად უფალს და თან გარდა იმისა, რომ არ მოიხმო თავისთან, რამხელა ის გამოავლინა რწმენა ხომ თავისთავად, რომ მხოლოდ თქვი უფალო. ამაზე დიდი რწმენა რა. როგორ უნდა გქონდეს ეს? გამოხატოთ ასე ვთქვათ. დიახ და ასე მიმართავს მაცხოვარი. გახედავ და გაუკვირდა უფალსგან რა უნდა უკვირდეს. უბრალოდ უფალი ამბობს, რომ ეს არის საკვირველი, რომ ესოდენი სარწმუნოებაო, ისრაელში, ანუ თქვენ შორის ვერ პოვეო. იქ სადაც მე განკაცდი, იქ სადაც ეს ერი, რომელიც გახდა ამისი ხვედრი, რომ მაცხოვარია განკაცებულიყო, იქ სადაც მაცხოვარი დადიოდა, ქადაგებდა, ასწავლიდა, მოუწოდებდა, ამ რწმენის სიმაღლე აქ ვერ იპოვა. და იპოვა იქ სადაც ჯერ არ მისულა საქადაგებლად და სასწავლებლად. ხედავთ აი მადლი რა შვება ადამიანს, რომ როგორც თილობს გონიერი ადამიანი ღვთის ხატება თავში გაზარდოს და გამოავლინოს მე ღვთის მსგავსებაში. მიუხედავად იმისა, რომ მან ჯერ არ იცის ჭეშმარიტი სარწმუნოება რომელია. ხედავთ, ყველაზე დიდი სარწმუნოება ადამიანში არის საფრთხო სამართალი. აი ამას მიყვარხარ მე უფალთან. ანუ ამ პიროვნებმა ჯერ არ იცის ვინ არის უფალი, რომ განკაცებული ღმერთია. იცის რომ ეს ადამიანი არის ვის სიტყვასაც აქვს ისეთი ძალა, რომელსაც ისმის უფალი. ამიტომ მივიდა მასთან. მისი რწმენიდან გამომდინარე და ასე მიმართავს და ამხელს და გვამხელ ჩვენს, რომ თქვენ ადამიანებო, თქვენთან რომ მოვედი, შეხედეთ იმას
და ნახეთ რა შეუნება მრავალი მზის აღმოსავალი და დასავალითო მოვიდოდიან და ინახი იდგმიდან აბრაამისათანა და ისააკისათანა სასუფეველსა ღვთისასა ხოლო ძენი იგი სასუფეველისანი განითხნებნელსა მას გარესხნელსა სადაც იყოს ტირილი და ხრჭენა იკბილთა ნახეთ რა სამოს პირდაპირ არ ეუბნება რომ მრავალი წარმართი მაგრამ თქვენ თუ გონიათ რომ მზესთან ხართ მრავალი მზის აღმოსავალი და დასავალით ანუ შუა დღეს აღმოსავლეთი და დასავლეთი ორივე ძალიან შორს არის ისედაც ორივე დაშორებული ერთმანეთს მრავალი ადამიანი რომელთანაც ჯერ არ არის ეს სიტყვა მისული მოვლენ ანუ წარმართობიდან მოვლენ და აქ დაიმკვიდრებენ სადაც არის მზე აბრაამის წიაღში სასუფეველში და ის ვინც სასუფეველის ძენი არიან ანუ თქვენ სადაც ახლა მე ვქადაგებთ და მოგმართავს დღეს ჩვენ რომ შემართმენებული ეკლესიის წიაღში ხარ ნათლობით მხოლოდ ეკლესიის წევრობა და ეს აუცილებელი პირობაა ცხონების უმთავრესი საშუალება რომ ჯერ მონათრული იყო ეს თურმე არ კმარა რომ იქიდან მოსული აგ დაიმკვიდრებენ თავიანთი სინანული და თავიანთი ღვაწლით ხოლო ვინც აქ არიან მხოლოდ ნათლობით თუ ამას სარწმუნოებას თავის საქმეებით არ გაზრდიან არ ანაყოფიერებენ ამ შემთხვევაში ისინი განითხნებიანო და სადაც იქნება ხრჭენა იკბილთა. იუდიაში იყო ესეთი ტრადიცია, იქ ძალიან ცხელა როგორც კლიმატი არის ესეთი და საღამოს გრილოდა და პურობა და სერობა იყო ღამით. და ძალიან ციოდა, ჯერ გრილოდა და საღამო ძალიან ციოდა და ის ცერობაზე უდიერად მოიქცეოდა, ანუ თავის ტრაპეზს ან ღრეობაში ან უპატივცემლობაში გამოხატა და მასო სუფრას დაატოვებინებდნენ. ანუ ამ სერობაზე გარეთ გააძევებდნენ, სადაც მართლა განიცდიდა სიცივეს, ტიროდა და ფიზიკურად განიცდიდა აი ამ სიცივეს და გამოხატავდა ამას წუხარები დარდით. ესე იქნებაო მაცხვარი ამბობს, როდესაც იქნება კაცობრიობის განკითხვა, ასე რომ გავლე მოგციგული ბრძანებს რომ ნუ მაღლობ თუ არამედ გეშინოდეთო იმისა რომ რტონი იგიო ზეთისხილისანიო გარდატყდესო და ახალი დაემყოსო მას და თუ თქვენ ხართო ახალი ისრაელიო ახალი ღვთისმხილველიერიო გაუფრთხილდითო მას რამე თუ ბუნებითო რომელიც იყო ისრაელიო სადაც მას ხვარი განგაცდაო იმუდიაში თუ იმათმა თქვენს რომ აღიღე და ჯვარსეც უეგუ და გარდატყდეს მაშინო არ შენ იქნები დანდობილი თუ აი ამ დამყნობილობას ვერ შეინარჩუნებ და ეს არის დღეს უკვე საფრთხილებელი ჩვენთვის როგორ უნდა უფრთხილდებოდეს ამ ჩვენ მართლმადიდებლურ ჭეშმარიტ სარწმუნოებას და ბოლოს ისმის ესეთი შეკითხვა ეს ასისთავმა მოჩვენებით ხომ არ გააკეთა ხო არ შეიძლება ეს რაღაცისთვის ჭირდებოდა ან ვიღაცის ან თუნდაც მაცხოვარი გაეცნო ან საზოგადოებაში რაღაც წარმოეჩინა თავი რომ არა მარტო მე ასის თავი ვარ არამედ აგერ როგორი მორწმუნე ადამიანი ვარ ან როგორ პატივცემ ამ პიროვნებას ნახეთ ბოლოს როგორ მთავრდება დღევანდელი სახარება მაცხოვრმა კი არ უთხრა კაი განეკურნებაო წადი და ვითარცა რწმენა გეყავნ შენ არის საზოგადოებას მიმართა და ასწავლა თქვენც ნახეთ თუ ის ადამიანი განიკურნება, აი ამ პიროვნების ასისთავის რწმენისაებრ განიკურნება, თორე მე კი შეიძლება მისი განიკურნება, მაგრამ თუ ეს ადამიანი გულსმელი არ იყო თავის საუბარში და დამოკიდებულებაში ჩემთან მომართ, მაგ შემთხვევაში ეს ადამიანი რა თქმა უნდა არ განიკურნებოდა. და სახარება მე ესე გრძელდება, რომ მეხსეულად, როგორც წამის ნების ყოფით ეს ადამიანი განიკურნა, რამე თუ სანამ დაბრუნდაო ეს ასისთავიო, მას შემხედრებიო, მოეგებნენო და მისი განკურნების ამბავი ახარეს. აი როგორი რწმენა გვჭირდება, რომ უფლის განგებულება სამართლად, როგორც ყოველთვის აღსულდეს. და აი ამ რწმენას სჭირდება სწავლება, გაღვივება და სათნოებების მოპოვება. ასისთავი გვასწავლის. და ჩვენ თუ ასეც გავისგან ამას ვისწავლის, რაოდენჯერ ვისწავლით ახლა თუნდაც დღევანდელი ხსენების წმინდანებისგან. და მე პარალელები რო გავავლოთ მამდავით ასისთავი რომელმაც არ იცოდა დანამდვილებით ვინ იყო ხომ მის წინ მდგომი, მაგრამ შეეროდა მისი ძალის ასე ვთქვათ, ხო, რომ ის იყო ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ამ ყველაფრის აღსრულება, ასე ვთქვათ. და დღევანდელი თანამედროვე ადამიანი, რომლისთვისაც ხელის გულზე არის ყველაფერი გადაშლილი აბსოლუტურად. სწავლებანი, სახარება, ყველაფერს შეგვიძლია თავისთავად, რომ თუნდაც ელემენტარულად მობილური ავიღოთ, წავიკითხოთ. არ არის აუცილებელი ბიბლიოთეკას ვესტუმროთ და ასე შემდეგ, ხო? უმარტივესად შეგვიძლია გავეცნოთ ინფორმაციას. ძალიან მრავალი ტაძარი არის, მრავალი მოძღვარი არის, არც ერთი არ დაიზარებს იმას, რომ ინფორმაცია გაგიზიაროს, ვთქვათ, დაგარიგოს, რჩევა მოგცეს თუ რამე არ გესმის, მოგცეს ცოდნა შესაბამისი და განგიმარტოს, ხო? რატომ ველით თითქოს ასისთავი, რომელმაც
არ იცოდა მაშინ ვინ იყო მის წინაშე და მაინც ამხელა რწმენა გამოავლინა და მხოლოდ სიტყვა თქვია უბნება ხომ და ჩვენ რომელსაც ეს ყველაფერი ესე ხელის გულზე გვაქვს და ყველაფერი კარგად ვიცით ვინ არის უფალი რის შემძლია ის რომ ძალად არავის არაფერს არ ახლავს თავს თავისთავად და ელოდება იმას ჩვენ გულთან არის ყოველთვის და თავარია ჩვენ გავუყოთ ხომ ეს გული რატომ ველოდებით ხოლმე მაინც და მაინც რაღაც სასწაულებს რომ აი ეს სასწაული თუ არ მოხდა თითქოს რწმენა ისე ყარად არ არის ჩვენში ხომ ფესვგადგმული რას უკავშირებთ ამ ყველაფერს ვამატებთ კეთილი თავი და თავი არის ყველაზე მთავარი პირველი შეკითხვით დავიწყებ რომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რამდენადაც იცის და ჯერა რომ ის სხეულისგან არს და მის სხეულზე ზრუნავს და საჭიროებებზე ასევე რომ მის სხეულში არის სული და სული რო არის უმთავრესი და იმ სულსაც რო ჭირდება კვება და ზრუნვა ამით უნდა მიხვიდე უფალთან და თუ შენ თავში არ გჯერა რომ შენ გარდაცვალების შემდგომ შენი სული წარდგება ღვთის წინაშე მაშინ უკვე მატერიაში ცხოვრობ და მატერიალურად ზრუნავ ამაზე დავით მეფსალმონი ამბობს რომ კაცი მხოლოდ არსებობს და ჩვენ ამ ყოფობიდან არსებობაშივე უნდა დავიწყოთ სიცოცხლე ანუ სხეულთან ერთად სულზე ზრუნვა და როგორც კი გააცნობიერებ რომ სული უფრო მარადიულია სული უფრო უპირატესია და ეს სხეული მხოლოდ სულისთვის გვეკუთვნის ამ შემთხვევაში უკვე იწყებ სულის აწესები სად არის და მე უკვე მიდიხარ უფალთან ნახეთ თუ სათნოების მომუშაკებას ადამიანი არ დაიწყებს ჩვენ ხო ვცდილობთ რომ მოვუარო ჩვენი სხეულის ნაწილებს ჩვენ ხო ვცდილობთ დავალაგოთ ჩვენი სახლის ყველა ოთახი ჩვენ ხო ვცდილობთ რომ ყველაფერი იყოს წესრიგში მისაღები შემოსასვლელი სამზარეულო და ასე შემდგომ ესე უნდა იყოს ადამიანის სათნოებები ნახეთ ასისთავი როგორ გამოხატავს მზრუნველობას ის მასზე ვინც მას ექვემდებარება გაუშვებთ და სხვას მოიყვანდა ჩვენ როგორ უნდა გავაცნობიეროთ რომ ჩვენზე დაქვემდებარებულ ადამიანებს უნდა ვიზრუნოთ განათლებაში ამგზდელი პედაგოგი სასწავლო ნაწილის გამგე სკოლის დირექტორი და განათლება და მინისტრი და ასე შემდგომ სამგზელოებაში როგორ გუმართებს რომ მგდელმა იზრუნოს მის სულიერ შვილებზე ხო ოჯახზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ სულიერ შვილებზე მის სამწყოზე და მის თანაშემწეზე დიაკვანზე რომელიც ქრისტეს მიერად ერთად მსახურობენ მე ამ მგდლებს ხავს ტაძრის წინამძღვარი როგორ უნდა იზრუნოს მან თავის სამწყოზე და ქრისტიანულ საძმოზე ყველას მოგეთხოვება ღვთის წინაშე. მე ამ ტაძრის წინამძღვრებს ყავს მღვდელმთავარი ეპარქიისა. როგორ მოეთხოვება მას ზრუნვა, საქმის, სწავლი, როგორც ასისთავი მინიმუმ და მე უპირატესი ჩვენი უწმინდესი. ეს არის ყველა ქვეყანაში. ეს არის პირობითად მედიცინაში. ხო არის ექთანი, ექიმი, მთავარი ექიმი და ასე შემდგომ. იმიტომ რომ შენ ეს მოგეცა და ნებისმიერი ნივთი რომელიც თქვენ ბრძანეთ, ხო? ჩვენ ხო უგლით საკუთარ მაგალითად მობილურებს. უგლით ძვირფასია, არ გაგვიტყდეს, არ გვაგიფუჭდეს, ასევე ნებისმიერი ნივთი. და ის თუ ნივთი რომელიც წარმოვალია და მატერიალურია, ჩანაცვლებადია და ესე რომ ვთქვათ, აღდგინებადია, ამაზე თუ ზრუნავს ადამიანი, როგორ უნდა იზრუნოს იმ მარადიულზე, რომელსაც ვერაზოს ვერაფერი ვერ შეცვლის და უცვალებელია. მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი გამშვენება. და ეს რომ გავამშვენო, ჯერ უნდა ვიცოდეთ, რას ვამშვენებთ. და მე უნდა ვიცოდეთ, ვინ არის ამის წყარო. მე უნდა ვისწავლოთ, რა თქმა უნდა, განსწავლულობა. როგორ უნდა გავამშვენოთ? ჩვენ ხომ ვისწავლეთ შემეცნება, თუნდაც კითხვა. თუნდაც რაღაც პირობითად მედიცინის მიმართულებით, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის და ასე შემდგომ. ჩვენ ხო ვისწავლეთ პირობითად ჩვენი სხეულის ჯანმრთელობის რომელი საკვებია კარგი, თავისი შემადგენლობით. ეხლა უნდა ვისწავლოთ ჩვენი სულისათვის, რომელი ვიტამინები გვჭირდება, რომელი მაცხოვნებელი და რომელი მარადიული. და რა არის საშუალებები იმისა, რომ ჩვენი სხეულიდან რომ დაავადება განვდევნოთ, ამას ჭირდება სწორი კვება, ძილი და ასე შემდგომ. ეხლა ჩვენი სხეულიდან და ჩვენი სულიდან ის ცოდვითი მიდრეკილებები რომ განვდევნოთ, ამას რა მკურნალობა ჭირდება და სწორედ როგორ თქვენ ბრძანეთ, ხო? აუცილებლად უნდა მოვიძიოთ უფალო. მე შევიცანი ჩემი სული. მე შენ შესახებ რაღაცები წავიკითხე, მოვისმინე და ეხლა შენთან მინდა. და უნდა ილოცოს ადამიანმა აუცილებლად და უპირობოდ რომ უფალო შემახვედრე. გამომიგზავნე ისეთი მოძღვარი, რომელიც შენთან მომიყვანს. რომელიც შენთან მოყვანაში დამეხმარება, რომელსაც მე ჩემს ცხოვრების წესს დაუმორჩილებ. დაუმონება რა, დაუმორჩილებ. ჩვენ ხო ექიმთან მივდივარ და ძალიან მიყვარს ჩვენი სხეული და ვეუბნები და ოღონდ ჩვენ მიშველი ექიმო. ახლა ჩემს სხეულს განდობ. ესე უნდა ადამიანმა მოიძიოს, აირჩიოს. თვალმა შეიძლება მოგატყუოს, ყურმა შეიძლება მოგხიბლოს. გული ვისთანაც გაგიწევს, იმასთან უნდა მიხვიდე. ამიტომ უნდა ეძიებდე გული ვისთანაც გაგიწევს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სამოთხე არა გარდაცვალების შემდგომ, არამედ სწორედ აქ ყოფობით იწყება. თუ როგორ შევქმნით აქ თუ არ გაიცნობ ღმერთს, ეს იქნება შენი მამოძრავებელი мотиваცია იმისა, რომ იქ მიხვიდე. აქ გაცნობილი დედამიწაზე,
ყოფობითი საქართველოსდან ზეციურ საქართველოში გადასვლა სწორედ ეს არის. აქ თუ არ იპოვე ღმერთი, აქ თუ არ ნახე შენი იერუსალიმი, აქ თუ არ ახარ შენი ისრაელი, მე ვიხილე ღმერთი, ეს არის სწორედ мотивация უმთავრესი, რომ იმის ნახვა მინდა, ვინც ეს მომცა, ჩემი სული, ჩემი სამყარო, ჩემი მშობლები, ჩემი ოჯახის წევრები, მეუღლე, შვილები და დედმამიშვილები და ასე შემდგომ. მისი ნახვა მსურს და აქ ვიცნობ და იქ მინდა რომ მის წინაშე წავსდგე. შიშით, გრძალულებით, სიყვარული და რა თქმა უნდა იმედით. და ორი რამეა მთავარი, სინანული და მადლიერება. ეს არ მოგვიშალოს უფალმა. ვადლობთ მამა დავით მომბრძანებისთვის, როგორც ყოველთვის საინტერესო საუბრისთვის, განხილვისთვის. თქვენ კი შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ ფარკეთილში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით წულეისკირი. ამასობაში 9 საათი შესრულდა, ერთად აღვავლინოთ ღვთისადაბელი ლოცვა და შემდგომ უკვე დაგიბრუნდებით გადაცემის სხვა სტუმრებთან ერთად. დიდება მაღალთაში ნომერცა ამოუჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვით არცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. და ნუ შემიყანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალემე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანემე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლდე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესერა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესერა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარულნი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორომე უსუბითა და განწმინდე მე. განბანომე და უფროს თოვლისაგან სპეტაკნე, მას მინომე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულით ამთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აგთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმა არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი,
მაშინ შესწირნე საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და გამთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ყველას მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვერთდით, ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ. თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარის საეკლესიო არქიტექტურის, ხუროთმოძღვრების, ხატწერის, დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის არქიტექტურის მიმართულებაზე ვისაუბრებთ ახლა. თემაზე სასაუბროდ კი შემოგვერთდნენ სტუმრები, არქიტექტურის კათედრის გამგე დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და მოწვეული პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი ქეთევან აბაშიძე. დილამშვიდობის, გმადლობთ მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ. თავდაპირველად, რა თქმა უნდა დავიწყოთ საუბარი მამ ბესარიონ იმით, თუ რითია გამორჩეული ეს ფაკულტეტი სხვა სასწავლებლებისგან, სადაც კი ისწავლება ეს არსებული საგანი და მიმართულება. დიახ, მოგახსენებთ. ფაკულტეტი, როგორც თქვენ ახსენეთ, უკვე მრავალკომპონენტიანია, იქ არის ხატწერა, ხატწერის რესტავრაცია და მოგვიანებით უკვე 10 წელია დაემატა არქიტექტურის ფაკულტეტი. და საერთოდ ეს ფაკულტეტი გამოირჩევა იმითი, რომ აქ პროფესიულ საგნებთან ერთად პარალელურად ისწავლება სასულიერო მიმართულების საგნები და ცხადია ასეთი კომფორტი სხვა სასწავლებლებში, რომ ერთად ისწავლებოდეს ეს ორი დისციპლინა, სასულიერო და საერო, ეს თითქმის შეუძლებელია. რაც შეეხება არქიტექტურის ფაკულტეტს, არქიტექტურის კათედრას, ცხადია ხუროთმოძღვრება ეს ისეთი დარგია, რომელიც თვითონ მრავალ დისციპლინას მოიცავს. თითქმის ყველა საეკლესიო ხელოვნების დარგს აერთიანებს და ყველა ეს დარგი ჭირდება ერთ მთავარ მიზანს, ღვთისმსახურებას. რა თქმა უნდა. და აქედან გამომდინარე, არქიტექტორი, რომელიც აპროექტებს ტაძარს, მან უნდა იცოდეს
ღრმად განსწავლული უნდა იყოს აი ამ ყველა მიმართულებებით მარტო ესე ვთქვათ მარტო ხუროთმოძღვრება არ უნდა იყოს განსწავლული. ანუ ის დარგები, რომელიც ჩამოთვალოთ, თქვათ, ეს არის ხის მხატვრული დამუშავება, ეს არის ხის მხატვრული დამუშავება, ეს არის ლითონის მხატვრული დამუშავება, ეს არის მინანქარი, ეს არის ლითონის მხატვრული დამუშავება, ესე ვთქვათ, უფრო ფართე გაგებით, როდესაც ჩვენ გვაქვს უძველესი შემორჩენილი, ვთქვათ, კარები ტაძარში შესასვლელი და გარდა ამისა მინიატურული მხატვრობა, ну ეს ყველაფერი შესამოსელი. ნახეთ რამდენ ესე ვთქვათ მიმართულებას მოიცავს და ესე თუ ისე სასულიერო არქიტექტორი აი ამ უნდა პრობდეს გარკვეულ ცოდნას ამ მიმართულებებით, იმიტომ რომ ეს გაამდიდრებს მას და მის შემოქმედებით უნარებს. და რაც შეეხება თვითონ ხუროთმოძღვრებას, საეკლესიო ხუროთმოძღვრება ხომ ეს გამიჯნულია გარკვეულ წილად საერო ხუროთმოძღვრებისაგან, იმით რომ ის პირდაპირ კანონიკაზე აგებული და ეს კანონიკა კიდევ ღვთივგამოცხადებითია. როგორც ჩვენი სარწმუნოება გამოცხადებითია, მართლმადიდებელი სარწმუნოება, ასევე გამოცხადებითია ხუროთმოძღვრებაც და ყველა ეს რაც მე ჩამოთვალეთ, იქ ყველა დარგი არის გამოცხადებითი. რომ გამოსვლათას 31 თავში ну პირდაპირ არის აღწერილი როდესაც საქმე ეხება მოძრავ კარავს თუ რა ზომის უნდა იყოს რა მასალისგან უნდა იყოს როგორ უნდა იყოს შიდა სივრცე დანაწევრებული ესე იგი მასალა ამ შემთხვევაში თქვათ ქსოვილი როგორ უნდა მოიქცოვოს ეს ქსოვილი როგორ უნდა მოიქარგოს და ასე შემდეგ. ყველა ის ლითონის ელემენტარული დეტალები როგორ გაკეთდეს და ეს ამას ყველაფერს უფალი უცხადებს მოსეს. და როდესაც მოსე ეკითხება რომ ეს როგორ არ ვიცი უფალი პასუხობს რომ მე მოგცემ ღვთივგაბრზნობილ ადამიანებს ბესერლიერს და ელიაბს რომლებიც ამ საქმეს შეასწავლიან სხვებს და ასე მოხდება ესე ვთქვათ განხორციელება ამ დიდი იდეისა. აქედან გამომდინარე როდესაც როგორ შეიძლება ვისაუბროთ ტაძრის პროექტირებაზე ან ტაძარჩენებლობაზე, როდესაც ეს ცოდნა არ აქვს ხუროთმოძღვრას და ამ ცოდნის მიღება შეიძლება მხოლოდ სასულიერო აკადემია სემინარიაში და ამიტომაც აი როგორც ახსენე უკვე 10 წელია უკვე ამ გაიხსნა ჩვენთან ეს კათედრა და ბავშვები ეწაფებიან აი ამ ცოდნას რთულია. დამატებითი საგნები თუ არის კიდევ დამატებითი საგნები თუ შეისწავლება კიდევ მომბესარიონ და ზოგადად პროგრამის შესახებ რომ ესე იგი ეს მთავარი მიმართულება არის სასულიერო საგნები და პროფესიული, მაგრამ გარდა ამისა თქვენ იცით არქიტექტურა თვითონ მოიცავს კიდევ მრავალ დისციპლინას და იმ თუ ეს მეორე უკიდურესობაა, ხა თუ ის არ ვისწავლეთ, მაშინაც ხომ, ანუ საერო დისციპლინები რაც კი ჭირდება არქიტექტორს, ყველაფერი ისწავლება ჩვენთან, იმიტომ რომ სანად შეუძლებელია ჩამოყალიბდეს სრულყოფილი არქიტექტურა. ავსებს ერთმანეთს. ავსებს, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რთულია ამ ორის შეთავსება ერთად. ძალიან დიდი დრომი აქვს სასულიერო საგნებს. მაგრამ სპეციალური პროგრამა შემუშავდა უფრო გამარტივებული, ვიდრე ეს მოეთხოვება თქვა სემინარიის ან სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტებს
გამარტივებაში რა იგულისხმება ესეც? გამარტივებაში იგულისხმება, რომ ძირითადად ის რაც ჭირდება, აი რასთანაც აქვს უშუალოდ ურთიერთობა, ესე იგი ხუროთმოძღვრებას, ხაწერას, აი საეკლესიო ხელოვნებასთან მიმართებით რაც ისწავლება, ესე იგი წმინდა წერილში. აი შეკვეცილია და ეს თემებია უფრო გაშლილი, რომ ბავშვები ამ დაეწაფონ და განიცადონ თუ რა არის ზოგადად ხუროთმოძღვრება, ეს ღვთივ გამოცხადებითი რომ არის, რას ნიშნავს ეს? რატომ გამოუცხადა უფალმა ადამიანს აი ესე დეტალებში ტაძართმშენებლობა და ყველა ის ეკლესიო ხელოვნების ესე ვთქვათ სწავლება რატომ არის ღვთის გამოცხადებული და თქვათ არა ადამიანის მოგონილი. დიახ. კაპიტან ქეთევან, რა უნარებს იძენს ფაკულტეტის კურსდამთავრებული ამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, რას აძლევს ეს ცოდნა მას? გესალმებით თქვენს და თქვენს მაყურებლებსაც. ეს ცოდნა მე ვფიქრობ, რომ ცოტა ესეთი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, მოგახსენათ, რომ ეს არის საღვთისმეტყველო და ამავე დროს საეკლესიო ცოდნა, თქვათ ასე, რომელიც ტრადიციულად მოსგამს საქართველოს და ფორმაში ეს არის ასახული ტრადიციისამებრ, ამას შეიძენენ, შეისწავლენ, რა არის ეს ეროვნული ფორმა, ეროვნული სახე, მაგრამ ამავე დროს ისინი იძენენ იმ ცოდნას, რაც დღეს საერო ცხოვრებაში გამოადგებათ, იმიტომ რომ გაუშვათ ბავშვები ისე, რომ ამ ცხოვრებაში არ იყვნენ მორგებული, ცხადია თავიდანვე ეს საკითხი დაისვა, რომ უნდა მოერგონ ამ ცხოვრებაში, ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა, რა თქმა უნდა, არ არის ეს ცალკე განზოგადებულად დგომი ადამიანის ცხოვრება, ხო? შესაბამისად, ისინი სწავლობენ საერო არქიტექტურას, ტრადიციულს და თანამედროვესაც. სულიად თანამედროვე, მაგალითად, შეიძლება და სტუდენტმა შეასრულოს ინდივიდუალური სახლი, როგორი შეიძლება იყოს, ან ახლა პროექტები იყო ასეთი წარმოდგენილი, მესამე კურსელებიც ასრულებენ ამას უკვე. ანუ რეალურად მათ შეუძლიათ შემდგომ საერო ცხოვრებაში მიიღონ არქიტექტურაში მონაწილეობა, ისე რომ არქიკადები, ეს ყველა ტექნიკური რაც არის საგანისწავლობენ, ისეთ საგნებს, რომელიც არქიტექტურას ჩვეულებრივ ჭირდება. და რა ვიცი, უნდა გითხრათ, რომ ეს ბავშვები ნამდვილად, რაც ჩვენ ნახეთ, ბევრი გპ-ში ყოფილ პოლიტექნიკურში მიდის უნივერსიტეტში და ყავს უკვე დამთავრებული, რომლებიც მუშაობენ სრულიად თანამედროვეშიც და ამავე დროს ხშირად მოდიან ხოლმე და ეკლესიის დაკვეთასაც ასრულებენ. კაპიტან ქეთევან, თქვენ ახსენეთ პროექტები და ერთი არის თეორიული ცოდნა, რა თქმა უნდა, რომელსაც სასულიერო აკადემია აძლევს, მეორე არის კიდევ ის, რომ პრაქტიკული კომპონენტი რამდენად არის სწავლის პროცესში გათვალისწინებული, იმიტომ რომ თეორიული ცოდნა თავისთავად შემდგომ პრაქტიკული ქმედებებით და სწავლებით უნდა განხორციელდეს და გამოვლინდეს, ასე ვთქვათ, ხო? ახლა თუ პრაქტიკულში ამ პროექტებს გულისხმობთ, ეს პირველივე კურსიდან აქვთ. ამათ ისინი ხატვასაც სწავლობენ, აკვარელსაც სწავლობენ, ფერწერულ კომპონენტს აუცილებლად, მეორე კურსიდან უკვე, თითქმის პროექტირების პატარა მსგავს რაღაცებს, პატარა ტაძრებს აპროექტებენ და ეს უშუალოდ რესტავრაციას სწავლობენ, ხატავენ, ყველაფერს აკეთებენ, აზომვებს სწავლობენ და პლუს მერე მაკეტირებას აკეთებენ ყველაფერს და პრაქტიკულში თუ ის კი პრაქტიკულია ყველაფერი, რა თქმა უნდა და ბოლოს როდესაც დიპლომს იცავენ, დიდი მაკეტი გამოდის და დაგეგმარება არის თანამედროვე არქიტექტურა და სადაც თუ ეს გასვლითია, კი, რა თქმა უნდა, ეს პროექტი, ეს კომპონენტი არის რამდენადაც შესაძლებელია, ოღონდ დღევანდელ პირობებში და ეკლესიას როგორც შეუძლია. მაგრამ ყოველ შემთხვევაში წელიწადში 2 გასვლას ვახერხებთ. ისე ჯგუფურს ძალიან დიდს და დანარჩენი ახლა პირველი კურსი, მეორე მამა ბესარიონის ლექტორებიც, ვისაც მანქანა ყავს, ჩართული არიან ამაში და
ყოველ შემთხვევაში მცხეთაში დაყვავს, გასვლები აქვს ქალაქ თბილისშიც, როგორც საერონაგებობებს და დაგეგმარებას ვაჩვენებთ, ასევე ეკლესიებს ვაჩვენებთ და აქვე ანჩისხატის, იონის წარმოგვიდგენენ იმ ძველ შრეებს, რაც სწორედ მათთვის არის საჭირო და როგორ ეწერება თუ არ ეწერება დღევანდელობაში ახალი არქიტექტურა და მათი ურთიერთობა, ამასაც ადგილზევე, რა თქმა უნდა, ვაჩვენებთ. ანუ ეს შედგა მუზეუმები. მუზეუმების ახლა უკვე რაღაც არის გამოფენები, რომელიც შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ კი. დიახ. მამა ბესარიონ, სად საქმდებიან კურსდამთავრებულები, როგორი არის ზოგადად მაჩვენებელი ამ მიმართულებით ამზეც რომ ვთქვათ? იცით, ეს საერთოდ პრობლემაა დასაქმება მე მგონი ჩვენს ქვეყანაში და მით უმეტეს არქიტექტურის მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ რომ დავეხმაროთ სტუდენტებს და მოხდნენ ისეთ გარემოში, სადაც ეს ცოდნა გამოადგებათ, იმიტომ რომ ასეთი საპროექტო ორგანიზაციები, სადაც ვთქვათ, საეკლესიო მიმართულებით ხდება მუშაობა, ასეთი არ გვაქვს და არც არის ხა ალბათ მხოლოდ ეკლესიებზე, ვთქვათ, ვერ იმუშავებს რომელიმე ორგანიზაცია ეკლესიების პროექტირებაზე. თუმცა არის ასეთი ორგანიზაციები, სადაც აი მაგალითად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს და მოახერხეთ დასაქმება ისეთ ორგანიზაციებში, რომელიც თქვათ მცხეთის გენგეგმაზე მუშაობს ეს ორგანიზაცია და აქ უკვე რაღაცა შეხება ხდება. ამიტომ აი ამ სტუდენტებმა თავისი საერო და სასულიერო გამოცდილება შეიძლება სწორედ იქ შეიძინონ და დახმარებაც გაუწიონ ამ ორგანიზაციებს. ამიტომ ეს ადვილი საქმე არ არის ზოგადად არქიტექტურის დასაქმება, მაგრამ ჩვენი პირადი კონტაქტებით შეიძლება ასე დავეხმარებით და დავეხმაროთ სტუდენტებს. საქმე რა შეიცით, თუ სტუდენტი თავს გამოიჩენს ადვილია მისი დასაქმება. ყველა სჭირდება დღეს ასეთი შრომის მოყვარე და ნიჭიერი ახალგაზრდა. და თავი უნდა გამოიჩინონ ასევე დიპლომის დაცვისას, რომელიც გუშინ შედგა და ყოველწლიურად წარმატებით ხორციელდება. რა თქმა უნდა, იცით, გუშინდელი დაცვა ძალიან საინტერესო იყო იმითი, რომ ეს სტუდენტები რაღაცა განსაკუთრებულად არ გამოირჩეოდნენ მთელი წლის მანძილზე. მაგრამ აი ბოლოს მოახერხეს, აი აკუმულირება მთელი ამ ძალების, ესე ვთქვათ, იმ ცოდნის, რაც მიიღეს და ეს ცოდნა, როგორც თქვენ ბრძანეთ, არ იყო მხოლოდ თეორიული, ეს იყო პრაქტიკულიც. გასვლებმა თბილისში ხშირად დავდივარ თბილისი. ნუ ჩვენ გვაქვს ეს, ასე ვთქვათ, კომფორტი უნიკალური, რომ ცხოვრობთ იმ ქალაქში, რომელიც თავისთავად უდიდესი მემკვიდრეობაა ჩვენი ხუროთმოძღვრების, როგორც საეკლესიო, ისე საერო და აი აქ ამ ქალაქთან ურთიერთობით შეიძლება ძალიან ბევრი რამ მისწავლება. და მე ურჩევ რომ ყველა ეს ხა ახალს არაფერს არ ვამბობ. ნებისმიერმა არქიტექტორმა უნდა გაიაროს თბილისის სკოლა, რომელსაც უნდა მომავალში რაიმეს მიაღწიოს და თავისი პროფესიული თავისი მიმართულება, თავისი პროფესია იყოს მემკვიდრეობასთან ღრმა კავშირში და არ იყოს მისგან განყენებული. ჩვენი პრობლემა ხომ დღეს ეს არის ზოგადად არქიტექტურის. შენდება უამრავი შენობები და მე ამას ვარქმევ კოსმოპოლიტური შენობები, რომელიც ნებისმიერ ქვეყანას შეგიძლია დადგა და მას არ აქვს არც ძირი საფუძველი, არც მემკვიდრეობა და ძალიან რთულია, რა თქმა უნდა, რომ შენ იმ უმდიდრეს მემკვიდრეობას რომელიც ჩვენ გაგვაჩნია ჩვენს ერს ამის გამგრძელებელი იყო ეს არის ურთულესი საქმე და სწორედ ამიტომაც შეიქმნა ჩვენი ფაკულტეტი რომ ეს როგორღაც მოახერხოს სასულიერო სწავლების გარეშე ეს შეუძლებელია. დიახ. სამწუხაროდ დროთა ვითარებისა გამო ჩვენ საერო ნაგებობები ძალიან ცოტა შემოგრჩა ისტორიულს გულისხმობ, მაგრამ საეკლესიო ძალიან ბევრი. და იმდენად საინტერესო, იმდენად განსხვავებული ერთმანეთსაგან და იმდენად ამ დროს ერთიანი სარწმუნოებრივად, რომ ეს საოცარი პალიტრა გვაქვს და ჩვენს მოვალ არქიტექტორებს
შეუძლიათ დაეწაფონ ამ დიდ მემკვიდრეობას, რომ ჩვენმა წინაპრებმა ასე რომ სასულიერო აკადემია და სემინარია ძალიან ზრუნავს იმაზე, რომ მაქსიმალურად მისცეს ცოდნა, განათლება, რექტორიც ჩართულია ყველან ძალიან კარგად იცის მამა გიორგის. მთელი ადმინისტრაცია, ჩვენი რექტორი, ჩვენ მამა გიორგი, ჩვენი პრორექტორი მამა ბესარიონი ძალიან ესეთი და ურთიერთობა გვაქვს. აი მაგალითად გუშინ დაცვას ესწრებოდა ამბალავერდელი მეტროპოლიტი დავითი, ესწრებოდა პროტოპრესვიტერი გიორგი, ესწრებოდა პრორექტორები ესწრებოდნენ და სხვა პედაგოგები და ეს ასეთი ინტერესი სტუდენტებისთვის ძალიან დასამახსოვრებელია და სტუდენტებმაც აღნიშნეს, რომ არასდროს დაავიწყდებათ ეს დღე, როდესაც აი ასეთ საზოგადოებაში ისინი პრეზენტაციას აკეთებენ თავიანთი პროექტებისა. ქალტონ ქეთევან, რას ურჩევდით აბიტურიენტებს, ვინც ამ ფაკულტეტზე ფიქრობს, რომ ჩააბაროს? რატომ დაერჩიოს ეს ფაკულტეტი? პირველ რიგში, იმიტომ რომ აქ დახდებათ ჭეშმარიტი სიყვარული. იმიტომ რომ ნამდვილად როგორც თლიანი აკადემია არის მოწოდებული ამ სტუდენტების აღზრდისათვის, ყველანაირ რესურსს ხმარობს ყველა ლექტორი იმისთვის, რომ მათ გადასცენ აი ის რაც მათ უნდა ცხოვრებაში გაყვეთ როგორც არქიტექტორებს და როგორც ადამიანებს, ხო? ეს არის აი დიდი სიყვარული, იმიტომ რომ ყველა დიდი ენთუზიაზმით ასწავლეთ მათ და თან ხა დასამალი არ გვაქვს არაფერი, ჩვენი სკოლები ისეთ ყოველ შემთხვევაში ხელოვნების ხრივ განსწავლობას მათ არ აძლევთ, მაგრამ აი ეგ მოდიან ახალგაზრდები და მიდიან მერე გუშინ ჩვენ ნახეთ მაგალითად და შარშანაც ასე იყო და იმის წინ უკვე ზდასრული ახალგაზრდები, ზდასრული რომლებიც აი ესე მიუხედავად ხელოვნების კუთხითაც და საეკლესიო და ჩვენ გაყოფილი გვაქვს სწავლება სხვა ინსტიტუტებში უფრო ფართედ შეიძლება ეს ყველაფერი გაშალო ხელოვნების კუთხით. მაგრამ აი ეს ერთობლივი იძლევა იმას, რომ ამათ პიროვნებებად აყალიბებს, ასწავლით აზროვნებას. პირველი აი ეს არქიტექტორ ხელოვნების კუთხით, რასაც მე ხელოვნებას ვასწავლე და ვცდილობთ ყველა ლექტორი რომ აი ვასწავლოთ აზროვნება და გონივრულად მიუდგენ ამ საქმეს და რომ ეკლესია ამისგან შორს არ არის და აი ეს დაბრკოლება არ უნდა გქონდეთ რომ ახლა ეკლესიური სწავლება რას მომცემს ან ცხოვრებაში ან აი არქიტექტურის წარმართვაში ეს უკვე არის როგორც მამა ვთქვა ბიბლიაზე დაყნობილი და მთელი ქართლის ცხოვრება ჩვენი სწორედ ამაზე არის და ამას ვასწავლით როგორ შეიქმნა ჩვენი უძვირფასესი ტაძრები და ისე რომ არც დაუნგრევიათ არც არაფერი პირიქით ეს არის ყოველჯერზე განახლება ხო აი ამას მთელი გულმოდგინებით ყველა ასწავლის და თან სულ ყველა აი რაღაცა სურვილით არის და ყველა მორწმუნეა ასე ვთქვათ და შესაბამისად უმეტესად და ყველას გვაქვს აი სურვილი რომ მათ გქონდეთ იმედი რომ გამოვა მათგან აი ესეთი ადამიანი რომელიც იაზრონებს და გონივრულად მიუდგება მთლიანად თავის წარსულსაც და დღევანდელობასაც და მომავალსაც გაითვალისწინებს სწორედ დღევანდელობაში. მან ბესარიონ, თქვენ რას ურჩევდით აბიტურიენტს, რომელიც ფიქრობს, რომ ჩააბაროს ამ ფაკულტეტზე? ახსენა, გუშინ ჩვენ ვიხილეთ ინდივიდები, რომლებიც პიროვნებებად ჩამოყალიბდნენ. და ეს გაცხადებული იყო. და ანუ მთავარი არის აი ღირებულებათა სისტემა, რომელიც დღეს ასე მოშლილია ზოგადად საზოგადოებაში. როგორმე მოახერხოთ ახალგაზრდებში აი ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბება. და ჩვენ სწორედ ვიხილეთ მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც ასე გაზრდილან, ასე მეტყველებენ, ასე იცავენ თავიანთ პროექტებს და მათ აქვთ სასულიერო და საერო განათლება. აი ეს არის მთავარი და ამისთვის მადლობ ჩვენს რაც გარდაცვლილ პატრიარქს რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ძალიან უნდოდა მას არქიტექტურის მიმართულება რომ ყოფილიყო ჩვენს სასულიერო სემინარია აკადემიასთან და მან ეს მოახერხა ბოლო 10 წლის მანძილზე ძალიან უხარობდა ეს როდესაც შეიტყო რომ ბოლო მისი ეს იდეა განხორციელდა და ასე რომ
მადლობა მას და ჩვენს ახალ პატრიარქს ასევე მაქვს საშუალება ტელევიზიით მიულოცო ეს უდიდესი პასუხისმგებლობა და ღმერთმა მას შეაძლებინა ღვთისმსათნოთ მართვა ჩვენი ეკლესიისა და მე მასთანაც ბევრჯერ მქონია საუბარი და ძალიან უყვარს მასაც ხელოვნება არქიტექტურა მას მემკვიდრეობითაც კი აქვს ესე თქვათ დიდი არქიტექტორები ჩვენი მაგალითად თბილისის თაწმინდის აი ამ ნაგებობის ავტორი ასევე დინამო სტადიონის ეს არის მის ძალიან ახლო დედის მხრიდან ნათესავები ქურდიანები ცნობილი არქიტექტორები და იმედი გვაქვს რომ ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა ჩვენი ესე ვთქვათ ფაკულტეტის და ჩვენი კათედრის უკეთესად წარიმართება წარმატებებს გისურვებთ თქვენ რა თქმა უნდა სასწავლებელს ყველა კურსდამთავრებულს და აბიტურიენტს რა თქმა უნდა რომელიც ფიქრობს რომ უნდა ჩააბაროს სასულიერო აკადემია და სემინარიაში შეგახსენებთ სტუდიის სტუმრები გახდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საეკლესიო არქიტექტურის ხუროთმოძღვრების ხატწერის დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის ფაკულტეტის კათედრის გამგე-დეკანოზი ბესარიონ მენაბდე და მოწვეული პედაგოგი ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქალბატონი ქეთევან აბაშიძე და გადაცემის დასაწყისში როგორც დაგპირდით გადაცემის დასკვნით ნაწილში შემოგთავაზებთ სიუჟეტს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მადლიერების კედელი გაიხსნა სადაც სხვადასხვა ქვეყნის და ერის 100-ზე მეტი წარმომადგენლის შესახებ ცნობები შეგროვდა იმ მოღვაწეების რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართული კულტურის ხელოვნებისა თუ მეცნიერების ცალკეული დარგების განვითარებაში ღონისძიებას ჩვენ გადამღები ჯგუფი დაესწრო და შემოგთავაზებთ ახლა სიუჟეტს. საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ მადლიერების ნიშნად სხვადასხვა ქვეყნისა და ერის 100-ზე მეტი წარმომადგენლის შესახებ ცნობები შეაგროვა და მუდმივად განახლებადი ელექტრონული ბაზა შექმნა. ასე გაიხსნა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში მადლიერების კედელი, რომელიც კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებმაც საქართველო, მისი კულტურა და ისტორია თავიანთი იდენტობის ნაწილად აქციეს. ეროვნული ბიბლიოთეკის ანგლო-ამერიკული დარბაზის კედლის საგანგებოდ დამონტაჟებულ მონიტორზე გამოსახულია ცნობები იმ ადამიანთა შესახებ, რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს ქართული ენის, კულტურის, საბუნებისმეტყველო დარგების, ლიტერატურის, არქიტექტურისა თუ სხვა სფეროების განვითარებაში, საერთაშორისო ასპარეზზე გატანასა და პოპულარიზაციაში. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დღეს გაიხსნა მადლიერების კედელი. ეს არის პროექტი, რომელიც უკვე თვეების მანძილზე ხორციელდება, ჩვენი სპეციალისტების მიერ ხდება მისი მომზადება. აქ ჩვენ ნახავთ ყველა იმ უცხოელს, რომლებმაც საქართველოს თავიანთი იდენტობის ნაწილად აქციეს და რომლებმაც თავიანთი ცხოვრების და მოღვაწეობის ერთი ნაწილი, მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენს ქვეყანას მოახმარეს. აქ ნახავთ არქიტექტორებს, ინფრასტრუქტურის სპეციალისტებს, მწერლებს, მთარგმნელებს, რუსთველოლოგებს, ქართველოლოგებს, რასაკვირველია, ნახავთ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას ხმას აძლევდნენ და რომლებიც მაშინ იღებდნენ ხმას მსოფლიოში, როდესაც საქართველოს ხმა სუსტად ისმოდა ყველგან, სუსტი იყო, ქართული კულტურის ხმა, მისი დამოუკიდებლობის ხმას გულისხმობ. აქ არიან სხვადასხვა ერების და ავსარებლობების წარმომადგენლები, რომლებისთვისაც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა იყო. აქ ერების ჩამოთვლას ახლა აღარ მოყვები, ყველას შეუძლია მობრძანდეს და გაეცნოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამ მადლიერების კედელს. სხვათა შორის ეს იდეა ეკუთვნოდა განსვენებულ ქართულ მოღვაწეს რეზო რევას თაბუკაშვილს, რომელმაც რამდენიმე ათეული წლის წინ გამოთქვა იდეა მადლიერების დარბაზის შექმნის შესახებ და ჩვენ განვახორციელებთ ეს იდეა, დავხვეწეთ. აქ დაახლოებით 110 მოღვაწე არის, თუმცა ეს არ არის ჩაკეტილი და მას კვლავ და კვლავ დაემატება ახალი და ახალი სახელები და გვარები და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი მოკლე ბიოგრაფიული ცნობებით არის და პორტრეტით, რასაკვირველია ფოტოსურათით.
მადლიერების კედელზე გამოსახული მოღვაწეებიდან ზოგიერთი მათგანი საქართველოში ამა თუ იმ დარგის ფუძემდებელიც კია. ჩამონათვალში ასევე შეხვდებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ. ქეთევან წამებულის მოწამეობრივი ღვაწლის შესახებ თუ რამე ვიცით, ძირითადად ეს ვიცით პორტუგალიელი ბერის წყალობით, ეს იყო დუშანჟუში, რომელმაც დეტალურად აღწერა და აღფრთოვანებული იყო, თვითონ არ იყო მართლმადიდებელი, მაგრამ აღფრთოვანებული იყო ამ ქალის აი მოწამეობრივი ღვაწლით. და აი სწორედ აქედან გამომდინარე რეზო თაბუკაშვილი ამბობდა, რომ უნდა გაგვაჩნდეს მადლიერების განსაკუთრებული ეროვნული მადლიერების გრძნობა უცხოელებისადმი, რომლებმაც ქართველები დააფასეს. და აი ამ შემთხვევაში ეს ეგრეთ წოდებული მადლიერების კედელი, რომელშიც არაერთი ქართველი და დარწმუნებული ვარ, უცხოელიც ბევრ რამეს გაიგებს საქართველოს შესახებ, იქნება ერთის მხრივ რეზო თაბუკაშვილის აი ამ სურვილის თავისებური ასრულება და ჩვენი ეროვნული მადლიერების გამოხატულება. ეროვნული ბიბლიოთეკის ახალი სიმბოლური ინიციატივა მადლიერების კედელი მიზნად ისახავს იმ ადამიანთა ღვაწლის დაფასებას, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის, ხელოვნებისა თუ მეცნიერების ცალკეული დარგების განვითარებაში. დიდი მადლობა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, რომ ყოველთვის საინტერესო პროექტებს ახორციელებს, საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტებს და დიდი მადლობა ჩვენს გადამღებ ჯგუფს, რომ შემოგთავაზა ეს სიუჟეტი. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, მადლობას გადაგიხდით თქვენს ყურადღებისთვის. დიდი მადლობა, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით. ბედნიერ შაბათ-კვირას გისურვებთ. ორ შაბათამდე გემშვიდობებით.